4 ოქტომბრამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ოპოზიციას კი თბილისის მერობის კანდიდატი ამ დრომდე არ დაუსახელებია. ალეკო ელისაშვილი და გიორგი შარაშიძე. ყოფილი პრემიერის გუნცსა და ლელოში კახაკალაძის მოწინააღმდეგეთ ორი კანდიდატურა განიხილება, თუმცა ვიზზე შეჯერდებიან საბოლოოდ წარსულში ერთმანეთთან დაპირისპირებული პარტიები ჯერ უცნობია. რადიკალურად განსხვავებული სცენარისთვის ემზადება ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია, თუმცა კონსენსუსი ჯერ არც მათ რიგებშია. არჩევნებში მონაწილეობაზე გაცხადებული უარის ფონზე მმართველი გუნდის ოპონენტთან ნაწილი 4 ოქტომბერს აქციას და ეროვნულ ყრილობას. მეორე ნაწილი კი ხელისუფლების მშვიდობიან დამხობას აანონსებს. სანამ ორი პარტია მერობის კანდიდატზე, დანარჩენები კი სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ მმართველმა გუნდმა მერობის კანდიდატად კახაკალაძე მესამედ წარადგინა და უახლოეს მომავალში მაჟორიტარების დასახელებას აანონსებს. პრეზიდენტმა კი ხელი მოაწერა საარჩევნო განკარგულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. განკარგულება გამოცემულია. 4 ოქტომბერი პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით ოფიციალურად უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღია. ზუსტად ორ თვეში გაირკვევა, ვის აირჩევენ მოქალაქეები 64 მუნიციპალიტეტში მერებად და რომელი პოლიტიკური პარტიები რა ძალთა თანაფარდობით მოხვდებიან საკრებულოებში. უკვე ოფიციალურად გამოცემული განკარგულების მიხედვით იწყებს აქტიურ სამზადისს 4 ოქტომბრისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია. დღევანდელ სხდომაზე განისაზღვრა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი და იმსჯელეს საარჩევნო პროცედურებისთვის აუცილებელ საკითხებსაც. დღეიდან მოქმედებს ყველა ის საკანონმდებლო მოთხოვნა დაშვება თუ აკრძალვა, რაც არჩევნების დანიშვნას უკავშირდება, ასევე დღეიდან ამოქმედდა წინა საარჩევნო კამპანიის აგიტაციის წარმოების წესები და საბიუჯეტო თანხების თანამდებობრივი და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები. არჩევნებამდე არაუგვიანეს 57 დღისა და ეს გახლავთ 8 აგვისტო პარტიას, რომელსაც ჰქონდა გასულ საპარლამენტო არჩევნების დროს რეგისტრაცია, ან ყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, აქვს უფლება რომ მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, გახარია საქართველოსთვის ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო და ძლიერი საქართველო ლელო ხალხისთვის თავისუფლებისთვის. მათ უკვე ჩვენ მოგმართეს ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებული გასულ საპარლამენტო არჩევნებში და ასევე არ ყავთ წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა 1 იანვრიდან 14 ივლისის ჩათვლით მოემართათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის განცხადებით. კომისიაში არის ასეთი ორი პოლიტიკური პარტია, ერთი გახლავთ კონსერვატორები საქართველოსთვის, ხოლო მეორე პოლიტიკური პარტია ეს არის მამული, ენა და სარწმუნოება. არჩევნების თარიღის ოფიციალურად გამოცხადების პარალელურად სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა, რომელიც არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ეხება. მაგალითად, კითხვა იმის თაობაზე, თუ ვინ გაუწევს კონკურენციას დედაქალაქში კახაკალაძეს, ლელოდან და გიორგი გახარიას პარტიიდან, რომელთაც თავის მხრივ თანამშრომლობის მემორანდუმი აკავშირებთ. ეს ის მემორანდუმია, რომლის საფუძველზეც ახლა ეს ორი პარტია საერთო არაპარტიული ნეიტრალური კანდიდატების ძიებაში არიან, თუმცა ამ ძიების პარალელურად ისიც ირკვევა, რომ პარტიების საკუთარ კანდიდატებზეც აქტიურად მსჯელობენ. ასე გაირკვა, რომ ლელო ძლიერი საქართველო ერთ-ერთ კანდიდატად ალეკო ელისაშვილს განიხილავდა. გიორგი გახარიას პარტიაში კი თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი შარაშიძეს ხედავენ. გიორგის აქვს ბრწყინვალე განათლება, ეს არის კომპეტენტური, მაღალი პროფესიონალი და ნამდვილად ესეთი ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად ერკვევა თბილისის მოსახლეობის პრობლემებში, იქნება ნამდვილად ძალიან დიდი წარმატება ამ ქალაქის მომავლისთვის. 4 სექტემბრამდე არის ვადა კანდიდატების წარდგენის, მერობის კანდიდატების, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენის ვადას არ გადავაცილებთ. მანამდე გაიგებთ ვინ იქნება. ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. საერთო კანდიდატი გაყოლება ჩვენ და გახარიას პოლიტიკურ ჯგუფს. ეს არის ფაქტი. თუკი ლელო და გახარიას პარტია ახლა აქტიურ საარჩევნო სამზადისსა და კანდიდატებზე მსჯელობის პროცესში არიან, ოპოზიციის მეორე ნაწილი იმაზე მსჯელობს, როგორ ჩაშალონ არჩევნები 4 ოქტომბერს, თუმცა სხვაობა აქაც არის. თუკი ნაწილი ამ მიზნის მიღწევის გზად ამომრჩევლის არჩევნებზე მისვლის ნაცვლად ქუჩაში გამოსვლას მიიჩნევს. ამ პროტესტის ახალი ტალღის რევოლუციისკენ მიმართვის გეგმა აქვს მეორე ნაწილს. იმ რევოლუციის, რომელსაც მშვიდობიანი დამხობა უკვე უწოდეს ლევან ხაბეიშვილმა, პაადა ბურჭულაძემ და მათმა მოაზრეებმა, რის გამოც თავად ოპოზიციის კრიტიკის ადრესატებიც კი გახდნენ. ქართული ხალხი ემზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის, მათ შორის 4 ოქტომბერს, თქონდა, როდესაც აღარ ტარდება ქვეყანაში არჩევნები, სწორედ რომ საპროტესტო გამოსვლებით, საპროტესტო ტალღით უნდა მოხდეს რეჟიმის შეცვლა. ეს არის ანაბანა და ყველა მის სამუშაო შესახებ, რა თქმა უნდა, არაფერი რაღაც განსაკუთრებული
არ არის თხმური ამით. შეუძლიათ ნებისმიერი მუქარა გააშხერონ, თუმცა თვითონ ადამიანებიც არიან არასერიოზულები და ასევე შესაბამისად მათი მუქარებიც არის საკმაოდ არასერიოზული ქართული საზოგადოებისთვის. მორიგ პოლიტიკურ მარცხს უწინასწარმეტყველებს მმართველი გუნდი ოპონენტებს. არა მხოლოდ მათ, ვისი მიზანიც 4 ოქტომბერს წინასწარ დაანონსებული რევოლუცია, მათაც, ვინც საარჩევნო მარათონისთვის ემზადება. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ სხვაობა ოპოზიციის ამ ორ ფლანგს შორის მხოლოდ ზედაპირულია. რეალობა კი ისაა, რომ ოპოზიცია ერთია, ისე როგორც მათი მიზნები და სურვილები. 2016 წლიდან უწყვეტად გვესმის ასეთი მუქარები, თუმცა ხედავთ, რომ სახელმწიფო არის ძლიერი, სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი, მათ შორის ჩვენი ძალოვანი უწყებები არის ძლიერი. ეხლა საერთოდ მუქარასაც კი აღარავითარი ძალა არ აქვს, არათუ ამ ასე ვთქვათ მუქარების აღსრულების პოტენციალს არ აქვს არავითარი ასე ვთქვათ მონახაზი. ჩვენი მიზანი არის მარტივი, 64 მუნიციპალიტეტში უნდა მოვიგოთ მერის არჩევნები, საკრებულოს არჩევნები და ამას აუცილებლად მივახცევთ. რაც შეეხება ოპოზიციას, ალბათ მათი რეალური ამოცანა არის საკრებულოებში ფრაქციების შექმნა, შეიძლება ბევრგან მოახერხონ საკრებულოების შექმნა, თუმცა ეს არის და ეს. ჩვენ ხედავთ, რომ გარედან მართული ძალები ცდილობენ ყველანაირი ფლანგიდან, ასე ვთქვათ, რაიმენაირად ჩაიგდონ ხელში ძალაუფლება. შედეგი რა იქნება, ჩვენ ვიცით. დამხობაზე რომ ლაპარაკობენ, ეს ერთი უბედურება, ეს არის ის მეთოდი, რომელთაც ხვდებიან, რომ სხვანაირად ისინი ვერ მოვლენ ხელისუფლებაში. დემოკრატიულ მანდატს ხალხისას წამებლები და თაღლითები ვერასდროს ვერ მიიღებენ. რაც შეეხება კონკრეტულად ლელოს და გახარიას პარტიას, საერთაშორისო თაღლითის და ყოფითი მატყუარას პარტია რომ დაждდება ერთად, მე მგონი გასაგებია რა განაჩენსაც მიიღებენ კიდევ ერთხელ ქართული ხალხის. ამ დროის მონაცემებით ქართული ოცნება ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელსაც თბილისის მერობის კანდიდატი უკვე დასახელებული ჰყავს. მაქსიმუმ 4 სექტემბრამდე უნდა გაირკვეს, ვინ გაუწევს კონკურენციას კახა კალაძე ზედაქალაქში იმ ოპოზიციური პარტიებიდან, ვინც არჩევნებში მონაწილეობას გეკნავს.